მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე მესიჯი სამყაროსგან. ნახოთ აბა რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს და ვარიანტი გვექნება 3. მესიჯი სამყაროსგან პირველ ვარიანტს, მესიჯი სამყაროსგან მეორე ვარიანტს და მესიჯი სამყაროსგან მესამე ვარიანტს. მგონი კარგად ჩანს სამივე და შემოგთავაზებთ ქვებს, რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი და მესამე ვარიანტი ასეთი მწვანე ქვა. აი რჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. და მეგობრებო, გახსოვდეთ, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ როგორც ეს ვიდეო, ასევე ჩემი გვერდიც. ფიქრობ, გააკეთებდით უკვე არჩევანს და ვნახოთ აბა პირველი ვარიანტისთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს. დროა ჩამოყალიბდე იმაში თუ შენ თავად რა გაინტერესებს, რა გსურს. იცით, ამ კონკრეტული არკანიდან გამომდინარე, მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს ბოლომდე გულურწფელი არ ხართ საკუთარ თავთან, სადღაც აქ მოდის საკუთარი თავის მიმართ ტყუილების, საკუთარი თავისგან რაღაცეების დამალვა, რაღაც შეგრძნებების დათრგუნვა და ზუსტად ამის გამო ბოლომდე ვერ ყალიბდებით იმაში თუ რა გსურთ საკუთარი თავისგან, რა გსურთ საკუთარი რეალობისგან და აქ თქვენთვის ზუსტად ასეთი მესიჯია, რომ დროა ჩამოყალიბდე. ხოლო ამ ჩამოყალიბებაში, რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი თქვენ დაგეხმარებათ ის, რომ გახდეთ მეტად გულურწფელი პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ქალღმერთი ფრეია, შენ როგორ გადავთარგმნო ახლა ეს ფიქრობ? ნუ მოკლედ, ჩემი სიტყვებით ვიტყვი. შენ სამყაროს უყვარხარ, სამყარო ყოველთვის შენს გვერდით არის, განსაკუთრებით იმათმა მიაქციეთ ყურადღება ამ მესიჯს, ვისაც ეს ვიდეო შეგხვდათ პარასკევს, ან გადაწყვეტეთ ამ ვიდეოს ნახვა პარასკევს, იმიტომ რომ ქალღმერთი ფრეია თუ სწორად მახსოვს პარასკევ დღესთან არის კავშირში და შეხედეთ პირველ რიგში თუ რომელიმე თქვენგანი არის ჩემი კოლეგა, პრაქტიკოსი, რა თქმა უნდა, თქვენთან შესაძლოა თავად ქალღმერთი ფრეაც კი გამოსულიყო კონტაქტზე, ხო? მაგრამ უმეტესობასთან ცხადია სამწუხაროდ ეს ასე არ რეზონირდება, თანაც შეხედეთ ვარდისფერი კვარცი. ვარდისფერი კვარცი, პარასკევი, ვენერა, ფრეია. ყველაფერი კავშირში არის ერთმანეთთან მაქსიმალურად. და შეხედეთ, მესიჯი არის იმაში, რომ როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აქ თქვენ თავად სამყარო გახსენებთ იმას, რომ შენ სამყაროს უყვარხარ, როგორიც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, შენ სამყაროს უყვარხარ პირველ რიგში და უპირობოდ უყვარხარ სამყაროს. უპირობო სიყვარული კი როგორია, მეგობრებო? უპირობო სიყვარული არის სიყვარული, სადაც, რა თქმა უნდა, ლოგიკური არანაირი პირობები არ არის, მაგრამ რას გულისხმობს ეს ფრაზა საკუთარ თავში? გულისხმობს იმას, რომ არ გვაქვს მოლოდინები იმისა, რომ მივიღებთ რაღაც მადლიერებას, რაღაც პოზიტიურ სიტყვებს, ქმედებებს, თუნდაც დაფასებას, ხო? უბრალოდ გვიყვარს თავისი ნაკლებიანა და პლუსებიანა. და სამყაროს ზუსტად ასეთი სიყვარულით უყვარხართ და შეხედეთ, მეგობრებო, აქ თქვენთვის არის ასეთი მესიჯი ასევე, რომ დროა შენ თავადაც გაუშვა სამყაროში ზუსტად ასეთი უპირობო სიყვარული. საკუთარი თავის სამყაროს, განსაკუთრებით კატების, ცხოველების მიმართაც, ხო?
ასევე მეგობრებო, თუ თქვენ ეს ვიდეო შეგხვდათ პარასკევს, ან უყურებთ პარასკევს, დღეს აუცილებლად გამოყვებით უსახლკარო ფისუნიები და წაანებივრეთ თქვენი ფისუნიები, ვისაც გყავთ, აუცილებლად. და სულ ეს არის მეორე ვარიანტი. ძალიან სასიამოვნო მესიჯია, უბრალოდ შეხსენება იყო სიყვარულისა. და გადავიდეთ ახლა მესამე ვარიანტზე. რა გვაქვს მესამე ვარიანტი და სელენი, ქალღმერთი სელენი. შემოიტანე სინათლე ვინმეს ბნელ ცაში. მეგობრებო, ნუ აქ რა შინაარსის მესიჯი გვაქვს. პირველ რიგში ყველა ადამიანი და ყოველი სიტუაცია არის ყოველთვის ჩვენი რაღაც ახალი გამოცდილება, რაღაც გაკვეთილი. ზოგი ძალიან პატარა, ზოგი კი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი, ან სულაც საბედის წერო შინაარსის, ხო? და იცით, ხანდახან ჩვენმა ერთის მხრივ შეუმჩნეველმა და ზედაპირულმა ქმედებებმაც კი შესაძლოა საბედისწერო ცვლილებები შემოიტანონ სხვა ადამიანის რეალობაში. და რა თქმა უნდა, ხანდახან შეიძლება იყოს რაღაც ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო, ხანდახან კი უარყოფითი, ხო? და თქვენი დღეს პირველ რიგში მესიჯი ასეთი გაქვთ, რომ დღეს თქვენ სამყარო აუცილებლად მოგცემთ პატარა მისიას, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ კონკრეტულ ადამიანს, ან ადამიანებს, ან შესაძლოა ცხოველებსაც, ხო? რატომაც არა, გაუნათოთ გზა, სადაც არის უიმედობა, სიბნელე, დათრგუნულობა და ეს შეიძლება მოხდეს როგორც რაღაც თქვენი მხრიდან რჩევის ან რეკომენდაციის სახით, ასევე პირდაპირ ქველმოქმედების სახით, ან უბრალოდ გვერდში ყოფნის სახითაც. სულ ეს არის მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.